ოზურგეთის სასპორტო სკოლამ ტაიკვანდოში რაიონულ ღია პირველობას უმასპინძლა. რაიონულ ღია პირველობაზე მონაწილეობა როგორც ოზურგეთის, ასევე ურეკის ტაიკვანდოს ჯგუფის წევრებმა მიიღეს. მიზანი პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენა და საქართველოს პირველობისთვის ჭაბუკ სპორტსმენთა მზადება იყო. ჩატარებული შეჯიბრების შედეგად ჩემპიონები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელები სხვადასხვა წონით კატეგორიებში ალექსანდრე ტყაბლაძე, ედვარდ საპონჯიანი, ნანი დოლიძე, თემურ ღლონტი, იური ტყაბლაძე, შუქრი ჩხარტიშვილი, გოჩა ქვილორია და აჩიკო სურმანიძე გახდნენ. მალე ნაკრები გუნდი რესპუბლიკურ პირველობაზე იასპარეზებს. მანამდე კი აპრილის თვეში კავკასიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრებას ორგანიზება ოზურგეთის სასპორტო სკოლამ გაუწია და მონაწილეების შესაბამისი დიპლომები დააჯილდოვა. სპორტის განვითარება თავიდანვე არის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სხვადასხვა სფეროებს შორის ერთ-ერთი არის ტაიკვანდო. მართლაც ათეულობით ბავშვი არის დაინტერესებული ამ სპორტის სახეობით. უკვე დღესთვის ყავს ჩამოყალიბებული გუნდი იმ დონეზე, რომ საქართველოს ჩემპიონატისათვის ოზურგეთის სასპორტო სკოლა მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ჩვენი სკოლას ყავს რამოდენიმე გზის საქართველოს, კავკასიის და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონები. ჩვენ საქართველოს ტაიკვანდოს მოკლედ სამივე ფედერაციაში ვართ გაწევრიანებული. ვეცდებით რომ არ დავაგდეთ აი ესეთ ფესტივალებს, ესეთ შეჯიბრებებს, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოსწავლეები და აგრეთვე მწვრთნელიც მე პირადად გავიარე, გაიზარდოს მაქსიმალურად და ვეცდებით რომ გურიის რეგიონში საბრძოლო ხელოვნება და ტაიკვანდო განვითარდეს. ჩვენ ვაპირებთ რომ დავაკომპლექტოთ ოზურგეთის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი, რომლებმაც უნდა მონაწილეობა მიიღოს კავკასიის ტურნირში, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება და ამის შემდგომ უკვე ოქტომბერში ჩატარდება საქართველოს პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ თავისებურებებში და აქედან გამომდინარე ჩვენი ახსასდელები გარკვეულწილად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ ღონისძიებაში.